არაერთხელ ვითქვამს და ახლაც გავიმეორებ. საქართველოს სჭირდება მეგა პროექტები, დიდი პროექტები, უზარმაზარი მასშტაბის პროექტები, ჩვენ მასშტაბებში უზარმაზარი და უფრო ფართოდაც უზარმაზარი მასშტაბის პროექტები. ბევრ სფეროში, ბევრი მიმართულებით, მაგრამ აი არსებული პროექტები, რაც იდო მაგიდაზე, ან ყლავაც რაც დევს, მათ შორის გამორჩეული და ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი არის ანაკლიის ღვაწლოვანი პორტის პროექტი. ღვაწლოვანი პორტი, როგორც ასეთი. პერსონალურად მე მგონია, რომ საერთოდ ჩვენი შავი ზღვის ინფრასტრუქტურის კონცეპტუალური გააზრება უნდა მოხდეს, მაგალითად, პირობითად. გვჭირდება კი ბათუმში პორტი, არსებობდა ამის ამგვარი იდეა, ამგვარი პროექტი, ამგვარი მოსაზრება, უფრო რომ ბათუმიდან გადაგვეტანა პორტი და გაგვეძლიერებინა ასე მაგალითად ფოთის პორტი. შესაძლოა გვჭირდება, შესაძლოა არა, მე ამ თემაზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ერთიან კონცეფციაში აი მთელი სანაპირო ზოლი რომ უნდა მოხდეს თუ რომ უნდა ჩაჯდეს, ხო? ეს კი ფაქტია, რა არის ტურისტული ზონა. ჯერჯერობით ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიებზე. თორე როცა აფხაზეთს დავიბრუნებ, ბუნებრივია კიდევ გვჭირდება გააზრება, აი ბიჭვინთიდან ვიდრე გონიოს ჩათვლით, როგორი უნდა იყოს. ტურისტული ზონა როგორია, ეკონომიკური ზონა როგორია და სად არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სად შეიძლება გაღრმაწყლოვანება, სად არ შეიძლება გაღრმაწყლოვანება. ერთიანად უნდა იყოს თუ არა გააზრებული, მაგალითად ანაკლისსა და ოჩამჩირის პორტები არ არის დიდი მანძილი. მაშინ, როდესაც ოჩამჩირი დაბრუნდება საქართველოს იურისდიქციაში და გააკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთს მთლიანად და მათ შორის ოჩამჩირის ბევრი თემა, ბევრი დეტალია. მე ვიყავით ვარ და ვიქნები ანაკლიის ღვაწლოვანი პორტის მართებული სიტყვა არც ვიცი, ლობისტი, არ მერდება ამ სიტყვის წარმოთქმა, მხარდამჭერით უგდებავთ ასე ვიტყვი, საზოგადოებრივი ასპარეზიდან, ტრიბუნიდან, ვამბობდა მომავალშიც ვიტყვი, რომ ეს არის უსერიოზულესი ამბავი. და ვინც არ უნდა იყოს, მეთქი ასე გეტყვით თუ გდებავთ, მაგრამ რასაკვირველია, პირველ ყოვლისა ჩემი ინტერესი არის, რომ აქ იყოს ქართული ინვესტიცია საქართველოდან ასე ვიტყვი. და აგრეთვე იყოს დასავლური ინვესტიცია. მე სადაც გეტყვით, დასავლური ინვესტიცია უნდა იყოს მეტი. ამ დასავლური ინვესტიციიდან ყველაზე მეტი წილი ჩემი მოსაზრებით უნდა გქონდეთ ამერიკელებს. ორი კომპანია იყოს შემოსული ანაკლიის ღვაწლოვან პორტში იმ ხანად, როდესაც მამუკა ხაზარაძე და მისი ჯგუფი იყო კონსორციუმში. არსებობდა ეს კონსორციუმი, მათი იყო. ეს არის კონტი ჯგუფი, იმ თავითვე გამარჯვებული პროექტში TBC ჯგუფთან ერთად და ეს არის უკვე ოპერატორი შემდგომ SSA მარინი. მაგრამ იყო მინიმუმ ერთი და რეალურად მეტი კომპანია ამერიკული, მაგალითად 10-ჯერ მაინც მithქვამს, 30-ჯერ მაინც მithქვამს, ხო? ესეთი კომპანია Cerberus-ი, უმსხვილესი ამერიკული კომპანია, რომელსაც უნდოდა შემოსვლა. მე მილაპარაკია ვიდეო ბლოგში მithქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მე შევხვდი Cerberus-ის პერსონალურად, მე ვინმე გითხება. მაგრამ მე რაღაცა მიიჩნეოდა, რომ მე ჟურნალისტიკიდან როგორც წერალი ჟურნალისტი, როგორც ვიდეო ბლოგების ავტორი, როგორც გადაცემის ავტორი, ვუჭერდი აქტიურად მხარს, მე შემხვდნენ ბილდბორდში გაიმართა ეს შეხვედრა. ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ, ერთი ერთზე შეხვედრა კი არ ყოფილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიმხანად არა დე-ფაქტო სხვათა შორის 2019-20-ში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ანაკლიის ღვაწლოვანი პორტი არ აშენებულიყო. ხა ინსინუაციაა რასაკვირველია, ეჭვია რასაკვირველი, რომ ეს ყველაფერი გააკეთეს მოსკოვის ბრძანებით, მოსკოვის კარნახით. ყველაფერი გააკეთეს ისე, როგორც პუტინმა თუ FSB თუ ორივეთად უკარდახა ბიზნე ივანიშვილს. ანუ ჩაშალეს ეს პროექტი. იმ ხანად 22 წელი არ იყო ჯერ დამდგარი, ანუ ომი უკრაინაში დაწყებული არ იყო და რუსეთს შუა დერეფნის განვითარება ძალიან არ უნდოდა. იმიტომ რომ მას უნდოდა რომ ჩრდილო დერეფანი განვითარებულიყო, ნოვოროსიისკის პორტით, აბანის პორტით, გადაზიდები იქიდან მომხდარიყო, შავი ზღვის გავლით, მერე უკვე ხმელთაშუა ზღვაში, ბოსფორის გავლით და ასე შემდეგ, თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, სიტუაციური პარტნიორი იყო თურქეთისა იმ ხანად, ანაკლია და შუა დერეფანი და სამხრეთ დერეფანი გამოვალით ირანზე, მას არასდიდებით არ აწყობდა. მაგრამ გამოხდა ხანი 22 წელი დადგა რუსეთის პორტებზე ბლოკადა თუ სანქციები დაწესდა, ბლოკადაც დაწესდა. რუსეთს ძალიან გაუჭირდა საკუთარი ჩრდილო
ეთის მარშრუტის განვითარება და რუსეთის ინტერესი შეიძლება იყო, ოღონდ მისი კონტროლით უნდა მომხდარიყო, შუა დერეფნის განვითარება კვლავ ვიმეორებ მისი კონტროლით. ეს ის პერიოდია უკვე აი 22-დან 23-დან, როდესაც 2023-დან, როდესაც რუსეთს ერთის მხრივ უჭირს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმი ხაზრაძისეული აღარც არსებობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმი გააუქმა და ეს პორტი ჩამოერთვა ხაზრაძეს და მის ჯგუფს. და როგორც მამუკა და ბადრი ამტკიცებენ, 70-75 მილიონი იყო ინვესტიცია განხორციელებული. მე ზეპირად ვთვლად არა, მაგრამ მე ვიცი დაახლოებით 35-40 მილიონი დოლარის წარმომავლობა, თუ სწორი სიტყვა, ვინ გადაიხადა და რა თანხა გადაიხადა, ყველა კომპანიები, ყველა კომპანია ვიცი, ვინ რამდენი გადაიხადა, ვინ რამდენი 3, ვინ რამდენი 20, ვინ რამდენი კიდე 3 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბულგარელებმა რამდენი გადაიხადა, ეს არა ბულგარელებმა, უზბეკურ ბრიტანულმა ფირმამ, რომელიც ხოთაშურის ბათუმის ყარინარჩენების ტერმინალის ოპერატორია, ამერიკული ინვესტიცია იქ ტრამოსი და ესეც მნიშვნელოვანი თითქოს კი არა ნამდვილად მნიშვნელოვანი რემარკა სხვების და სხვების. ბულგარულ-ქართული კომპანია გითხარით, ჰოლანდიელების რამდენი რამხელა იყო ინვესტიცია, თურქების რამხელა იყო და როგორი იყო და ასე შემდეგ. ვერ შეასრულა მამუკა ხაზარაძემ რაღაცა პირობები, რომლებიც სახელმწიფოს ჰქონდა დაკისრებული, მასზე ამ ხელშეკრულების თანახმად გადაუვადეთ ერთხელ 7-ჯერ 15-ჯერ ვერ შეასრულა მამუკა ცდილობდა ინვესტორების მოყვანას. მაგრამ არც კონიუნქტურა არ იყო ისეთი და მამუკამაც სადაც გაუჭირდა თლად გულახთ, როგორც მაინც და მაინც უარყოფითად კი არ ვამბობ ამას, გაუჭირდა. აქვე გეტყვით ბარემ რომ იქ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან კარგად მინდა ავხსნა. არის ერთის მხრივ პორტი და პორტის ინფრასტრუქტურა და პორტის ტერიტორია. მის ზურგს უკანა ცოტა სიღრმეში უნდა აშენებულიყო ამ პროექტის თანახმად ანაკლია სითი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ოდესღაც ლაზიკას არქმევს და არქმევს იცით თქვენ, ხოლო მამუკა ხაზარაძის დროიდან მას ქვია ანაკლია სითი. ამ ანაკლია სითის მოსჭირდება დიდი ტერიტორია. ეს უნდა ყოფილიყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ბრიტანულ სამართალზე ლაპარაკობდა მამუკა ხაზარაძე და ესეთი არაჩვეულებრივი, მე გულახდილად ვიტყვი, მე კი ძალიან ცუდად ვიცნობ, ისე სალმით, შორიდან ვიცნობ, უფრო ზუსტი რო ვიყო, მაგრამ არაჩვეულებრივი მენეჯერი და არაჩვეულებრივი პროფესიონალი ქეთი ბოჭორიშვილი იყო ამ ანაკლია სითის ავან ჩავანი. ამ ანაკლია სითის რომ დაშენებულიყო იმ ქალაქის არც თუ პატარა ქალაქის სხვათა შორის ჩვენ მასშტაბებში იმის ამ პროექტის ხელმძღვანელი, მოდი ასე ვიტყვი. აქვე ვიტყვი, რომ ეს მიწები, რაც მამუკა ხაზარაძეს ქონდა ანაკლია სითისთვის გამოყოფილი, ამდენი ტერიტორია ვეღარ ჩამახედებ, თორე ზეპირად ვიცოდი თავის დროზე და ახლა შემიძლია ვნახო რა ფართობზეა საუბარი. ეს მამუკა ხაზარაძის მფლობელობაში დღესაც არის. მამუკა ხაზარაძის და კიდევ 3 პირის. კიდევ 3 პირის მფლობელობაში. მათ ხაზგასმით მინდა ვთქვა, სახელმწიფოსგან ნაკლებად, თუ არა საერთოდ, გადავამოწმებ ამასაც, არა, რამდენადაც მახსოვს, კერძო მფლობელებისაგან გამოისყიდეს ეს მიწა. კერძო მფლობელებისაგან არ მინდა შემშალოს ფუძებელს გადავამოწმებ, იმიტომ რომ მოწერილი აქვს ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ პირს ჩემთვის და თლად რო არ გამომივიდეს ტყუილის თქმა თქვენთვის, ბოდიში. ესე იგი, მათი კომპანიის არის ეს და მის კერძო პირებისაგან არ არის, კერძო პირებისაგან არის ნაყიდი და არც ერთი არის სახელმწიფოსგან ნაყიდი, რომ ვიცოდეთ მაინც. მოკლედ, ეს მიწები დღესაც ანაკლიის მფლობელობაში, ამ ხაზარაძის მფლობელობაში. და კიდე სხვების ხაზგასმით მამულს არა მარტო მამუკასი, არამედ სხვებისაც. ხო, რატო ყვები ეხლა ამ ყველაფერს და ანაკლია მოკლა რეალურად ბიზნე ივანიშვილმა რუსეთის ბრძანებით. 22-23 წლებში მიუბრუნდა ანაკლიის ხრაწყლოვან პორტს ბიზნე ივანიშვილი, იმიტომ რომ რუსებმა მოსთხოვეს სხვათა შორის. და რუსებისავე თხოვნით და ესეც ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ამის დოკუმენტი არ არსებობს, მაგრამ ასეთია შეფასება, რუსებისავე თხოვნით ეს კომპანია კი არ დაუთმეს რომელიმე სხვა კონკურენტს ტენდერში თუ კონკურსში შესულს, არამედ სწორედ ასრობ ჩინურ კომპანიას. ჩინურ კომპანიას, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და სანქცირებულია და ხონდა დაეწყო. ჩინურ კომპანიას მოქმედება ის 49% ფლობს. ხომ უნდა დაეწყო მოქმედება, მშენებლობა, გაღრმაწყლოვანებაზე ზრუნვა, ტენდერების ჩატარება, შიდა ტენდერების ჩატარება,
რაღაცა სამუშაოები და ასე შემდეგ, ანაკლია მიგდებულია მოცემულ ეტაპზე. პირდაპირ მნიშვნელობით მიგდებულია. ეხლა ორნიჩამს რომ ჩაარტყავენ ხოლმე, როცა ამერიკული დელეგაცია ჩამოდის და იძულებულნი არიან რომ ჩაიყვანონ ანაკლიაში და ეგრეთ წოდებული საჩვენებელი, ანუ პაკაზატელნი უკაცრავად რუსულისთვის სცენები დადგან იქ, რომ ვითომ იქ რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს, მე ამას სამუშაოებს არ ვეძახ. გადასცეს ბელგიურ კომპანიას თუ არ ვწდები გაღრმაწლოვანების ამბავი, გაღრმაწლოვანების პროექტი, ის თხრის, მაგრამ არც თხრის საბოლოო ჯამში. ანუ გაღრმაწლოვანებასაც არ აკეთებს. მოკლედ დიდი ამბავია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩინელები გადიან. ჩინელებს აღარ აინტერესებთ, მათ კიდევ ერთხელ გავიმეორებ და აქვთ 49%. 51%-ის ფლობელი არის სახელმწიფო. აქვე ვიტყვი, რომ ანაკლის სპორტი ხომ მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ არის რკინიგზის ინფრასტრუქტურა კიდევ დამატებით. ბევრი დეტალია, რომელზეც ახლა რომ დავიწყოთ ლაპარაკი, დაახლოებით 1 ავისა, 4 საათი დამჭირდება. სახელმწიფო თან თხრის, თან აკეთებს ამ პროექტს და თან არ აკეთებს. ანდა ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთხელ ვიტყვი, ანაკლია ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთ ამბავსაც გავიხსენებ. ამასობაში მე 1-2 კვირის, 3 კვირის მქონდა ამაზე ვიდეო ბლოგი. მე მამუკასთან მქონდა კომუნიკაცია ხაზარაძესთან და მე მას შევთავაზე, რომ გავაკეთოთ, იქნება და დავარქვათ ამას ტრამპის პროექტი. ეს ხდება ნოემბერში გასულ წელს, ტრამპის სპორტი დავარქვათ მეთქი. ჩვენ გავცვალეთ აზრები, ეხლა მაინც რომ არ ვიყო რაღაც კრიტიკული მის მიმართ მეცდები ყოველ შემთხვევაში. და გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩემი იდეა, რომელიც მე გავაცანი მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ თვითონ იმასაც მეუნება, რომ თვითონაც იმ მიწერ-მოწერაში თვითონ იმასაც მეუნება, რომ თვითონაც ფიქრობს ამგვარ ამბავზე, აქვს კონსულტაციები, ბოდიშს ვიხდი. ამოხდა ხანი და ირაკლი კუპრაძემ გააკეთა განცხადება, რომ ტრამპის გზა დავარქვათო, ტრამპის სპორტი დავარქვათო ამ ყველაფერს. იქ ტიპს მიაბეს, ანუ სომხეთსა და აზერბაიჯანში ტრამპის გზას მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ მინდა გამომივიდეს ის, რომ აი რა მე რატო არ დამიყენეთ გვერდზე, როგორც თანაავტორი მინიმუმ ამ იდეისა მეთქი, ამას არ ვამბობ, მაგრამ უკეთესი, უმჯობესი იქნებოდა მაშინ თქვი და ახლაც გავიმეორებ და ამით დავამოწურებ ამგვარზე საუბარს. უკეთესი იქნებოდა, რომ მე როგორ ვუყურებ ამ საკითხს და კიდევ უფრო გაშლილი და პრეზენტაციები მაქვს გაკეთებული აი ამ კომპიუტერში. ხო? აი ამ კომპიუტერში გაკეთებული და პრეზენტაციები. იქნება ვინმეს არ გიქნებოდა რომ ეთხოვა. არავითარ შემთხვევაში არ ვძრახავ. თავარია წინ წაიწიოს საქმე და მხოლოდ ნათქვამი არ გამოვიდეს. გუშინ იყო და ირაკლი კუპრაძემ და სხვებმა ლიელი საქართველოსთან ანაკლიაში ჩაატარეს ბრიფინგი ამ თემაზე. იქ რამდენადაც მახსოვს ამ ახალ ბრიფინგზე სიტყვები ტრამპის სპორტი არ გაუმეორებიათ, ესეც ცოტა მეუცნაურა. საერთოდ რაღაც მარტო თქმა არის, კი არა, არ შეიძლება თქმისთვის არ შეიძლება. რაღაც კონკრეტული ნაბიჯების უნდა დაიდგას ამ პროექტში. აი ამ პროექტში, აქ რომელიც არის მოთავსებული, ხო? ამ პროექტში ჩაწერილი იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტამდე როგორ მივდივართ, ვინსის და თეთრსახლამდე როგორ მივდივართ, სპიკერი ვინ არის შეერთებულ შტატებში, ვინ წევს ამ თემას საერთაშორისო მედიაში, ქართულ მედიაში ვინ წევს და ასე შემდეგ. მთელი გაწერილი გეგმა იყო. ეხლა მე არავის აღარ გავაცნობ ამ პროექტს, მაგრამ ისე, ამასთან ეხა ეს ფასი კი არ ღირდა, ხაზგასმით ვამბობ, რომ რასაკვირველია კონსულტაციების შედეგად მე შემეძლო გადამეცა ეს ნებისმიერისთვის და კვლავ ვიმეორებ, მინიმუმ თანაავტორი ვარ ამ იდეისა, მაგრამ არჩივი არ მინდა გააკეთეთ და კარგი იყოს ოღონდ და გამოვიდეს ოღონდ. ანაკლის სპორტი აშენდეს და თუგდებოდ ტრამპის დაარქვით და თუ გინდა დაერქვას და თუგდებოდ კენედის, და იგივე. ოპოზიციის, მაგალითად ლელუზლიერი საქართველოს დაერქვას თუგდებოდ, არ ვიცი. მოკლედ, ეგ არ არის თავარი, ამასობაში გაჩერდა ერთგვარად ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი, იმიტომ რომ ყველა ხვდებოდით, რომ ჩინელები აღარ შემოდიან. რატო არ შემოდიან? ეგ რაღაც სტრატეგიული ბრძოლები შეიძლება ამერიკელებმა დაუშალეს, ამერიკელები სანგარიშს უწევენ. ეხლა იქ ხوارამეში გაიცვალა, ბევრი რამის ბრძოლება შეიძლება ენასწვალი არა აქვს, მეც თუგდებოდ ეხლა დავიწყებ და არ დავამთავრებ. რამდენი ვერსია მაქვს ამასთან დაკავშირებით. პერიოდულად ეს სპეკულაციები ანაკლესთან დაკავშირებით არ წყდება, ოღონდ არა ოპოზიციის და განსაკუთრებით ლელუზლიერი საქართველოს მხრიდან არა, არავითარ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ მაინც ავაშენებთ კვირიან და ამერიკელები მე ორჯერ ვახსენებ. რამდენი ამერიკელი ჩამოვა აქ ჩამოდგავს ფეხს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, უფრო მეტად წაიყვანენ ხოლმე ამ ანაკლიაში და ეუბნებიან, რომ ნახეთ ვაშენებ, არ აშენებ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ამგვარი, რომ
რომ შინელებს აქვს თავიანთი პირობები, ახალი პირობები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებაც კი ვერ უკმაყოფილებს. ახალი დეტალები ირკვევა და საოცარი მოთხოვნები ჰქონიათ შინელებს. კერძოდ, ფოთი რომ არ უნდა გაფართოვდეს, სხვა შორის ამის ლობისტები საქართველოში არიან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა და მის ზურგს უკან ოდესღაც მდგომი პირი დღესაც მანო ჩხარტიშვილი და არა მხოლოდ ეს ორი, არამედ ხვების ფოთის გაფართოების მათ შორის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქობულია, ხო? ისიც იყო ფოთის გაფართოების მომხრე. ჩინელები აყენებენ მოთხოვნას, რომ ფოთი არ გაფართოვდეს. შესაძლოა არის სწორი მოთხოვნა. მიდის თუ არა შეერთებულ შტატებთან ანაკლიაზე? მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ხო, ერთი ინფორმაცია მაქვს, ამგვარი ინფორმაცია, მაგრამ არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული ამაში და დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს. ეხლა შეიძლება 5 მოთხოვნას, რომლებსაც აყენებენ ჩინელები. რომელთა შესრულებაც არის შეუძლებელი. ჩინელების მოთხოვნა არის ანაკლიასთან დაკავშირებით რასაკვირველია კაბალურები და რასაკვირველია ამ ხელისუფლების მიერაც კი შეუსრულებელი მოთხოვნებია. პირველი, ითხოვენ საქართველოს მხრიდან ტვირთების დაზღვევას. თუ საკმარისი ტვირთვი არ შემოვა, ამის ფიქრი აქვთ, ამის ეჭვი აქვთ, ზარალი უნდა დაფაროს საქართველოს მთავრობამ. სრული სიგიჟე საქართველოს მთავრობა ამაზე ვერ მიდის. მაშინოცა შეთანხმებული მოცულობის ფარგლებში თუ ყაზახი მესაკუთრეები ვერ უზრუნველყოფენ ბათუმის პორტში ტვირთების მოზიდვას, ანუ ყაზახების არის ბათუმის პორტი, მათ უნდა გადაიხადონ ჯარიმა იქ. და ანაკლიაში ხდება უკუღმა პირიქით, ასინეთა. თუ ჩინურ ქართულმა პორტმა ტვირთი ვერ მოიზიდა, ჯარიმას იხდის მხოლოდ ქართული მხარე. ეს არის ჩინელების მოთხოვნა. საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ამაზე თანახმა არ არის. მეორე, არ უნდა მოხდეს ბათუმის და ფოთის პირველ რიგში ფოთის გაფართოება, რათა მან არ წაართვას ტვირთები ანაკლიას. ეს ლოგიკურია, თუმცა მე ჩემს პირველ სიტყვას დაუბრუნდები, რომ ერთიანი კონცეფციაა აუცილებლად, რომელშიც არა თუ ოჩამჩილეს, საერთოდაც სოხუმის და მინიცის და გაგრაც კი ჩაიწერება, მაგრამ უკვე სამომავლოდ, მაგრამ ამაზე ვინ ფიქრობს ახლა? ამ long term-ებზე ვინ ლაპარაკობს? ერთ თვეში რა ხდება, იმ წარიცის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და სტრატეგიულ გეგმებზე როგორი ლაპარაკობს. მესამე, ქართული მხარის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში უპირატესი შეწყვეტის უფლება ჰქონდეს ჩინურ კომპანიას. აი ამას ითხოვენ ჩინელები. ამაზე მე როგორც ვხვდები, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება დათანხმდება. აქედან გამომდინარე, ეს ხმები იმის თაობაზე, რომ აი ამერიკელები მოდიან, მე ცოტაზე მეტად გადაჭარბებული გონია. ეს ნიშნავს იმას, თუ ეს ასე მოხდა, საქართველოს ხელისუფლებამ ოღონდაც კი ინვესტიციები მოიზიდოს და ჩინეთის კონტროლის ქვეშ დატოვოს რუსეთის კარნახით, იმიტომ რომ რუსეთს ჭირდება ჩინეთის მიერ გაკონტროლებული ანაკლიის პორტი, რომ ვიცოდეთ მაინც. ეს თუ ასე მოხდა, დასავლური კაპიტალი ანაკლიაში და მთლიანად საქართველოში მეთქი ასე ვიტყვი, პრაქტიკულად აღარ იარსებობს. მეოთხე მოთხოვნა, საქართველოს პორტს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი, ანუ განთავისუფლებული უნდა იყოს ყველა სახის გადასახადისაგან. ეს არ არის სხვადასხვის ცუდი, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ქვეშრეები, ან ქვეპრობლემები. მაგალითად, ჩვენთან არსებობს ეს თეზები, მილაპარაკია ხო ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში ბატონმა რომან კოცილიძე მილაპარაკა ჩემთან გადაცემაში კონტექსტი, თეზები არსებობს, რომლებიც მარაფრით არ არიან დაკავებული გარდა კრიპტოვალუტის გამომუშავებისა და ელექტროენერგიის ხაპვისა. ანუ ისინი წარმოუდგენელი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, არანაირ მთლიან შიდა პროდუქტს არ ქმნიან, არანაირ ეკონომიკას არ ქმნიან, ასე ვიტყვი. დიდრდება ცალკეული ოჯახები. ეს თეზიც თუ იქნება კრიპტოვალუტისთვის, კრიპტოვალუტების შექმნისთვის და სულ 7-10-12 კაცის, მათ შორის ჩინელების შესაძლოა ჯიბეში დაილექება ეს ყველაფერი, ეს კიდევ ცალკე თემაა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანაკლის მიმდებარე ტერიტორია მამუკა ხაზარაძის საინახეთ და საინტერესო ამბები ხდება გარშემო. მამუკა ხაზარაძის და არა მხოლოდ კიდე 2-3 პირის. ჩინელები ითხოვენ, რომ ყველა სახის გადასახადისაგან უნდა იყოს განთავისუფლებული ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში მის შენატანი ფაქტობრივად 0 უნდა იყოს. თუ არ ჩავთვლით დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადს, ასეთი სტატუსი საქართველოს არც ერთ პორტს არ აქვს. ამით ანაკლია ემსგავსება გლდანის პარაზიტ კრიპტო ქარხანას. ხო შეიძლება ახლა ძირითადად კი არა, ნამდვილად კითხულობ ისევ და ისევ ბატონი რომან კოცილიძის მოწერილს, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის.
ეს იყო მეოთხე მოთხოვნა. ტენდერში ისე ბატონი რომან გოცლიძე, ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ დაიკარგა 2 წელიწადი და იგივე ადგილს ვკეპნით, რაც 10 წლის წინ როცა პროექტი ჩაიშალა, 10 წლის წინ არა მთლად, პროექტი ჩაიშალა დაახლოებით 8 წლის წინ, 7 წლის წინ, 19-ში, ხო, 7 წლის წინ. და იგივე ადგილს რო ვკეპნით, გასაგებია, ეს სპორტი უნდა არსებობდეს მოცემულ ეტაპზე, ეს სპორტი არ არსებობს. ანუ ჩვენ გვჭირდება მეგა პროექტები. ჩვენ გვჭირდება რა კრიპტოვალუტების ცეხები, თუ გარხნები. არა ისა, რა ქვია, იმას call center-ების ცეხები თუ რა, არა რაღაც სისულელეები, ტრადიციული, თუ არა ტრადიციული რაღაც ბიზნეს სექტორები, არამედ ჩვენ გვჭირდება მეგა პროექტები და ამ მეგა პროექტებში განსაკუთრებით გვჭირდება სწორედ ეს მარაკის კლასოვანი პროექტი. თუმცა ეს არ აწყობს რუსეთს საქართველოსი და დასავლური ინვესტიციებით აშენებული საქართველოს ესეთი მეგა პორტი არ აწყობს რუსეთს. და ანაკლიას მარტო ბიზნეს, მაგაში მართალია ხაზარაძის ჯგუფი. მარტო ბიზნეს მისია არ აქვს, ან მარტო ბიზნეს პროექტი არ არის. ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი პროექტი. და ეს არის გლობალური, ან თუგეოთ ასე ვიტყვი, რეგიონული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი პროექტი. თუმცა ეს ვერ გაუგიათ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ ბიზნესი ივანიშვილი ყველაფერში მართალი. რა აკლია ანაკლიას, ესე დავარქვათ, ასეთი სათაურები და ამირქმევია სხვა ვიდეო ბლოგისთვისაც და გადაცემისთვისაც და სტატიისთვისაც და უბრალოდ კარგად ჯდება. რა აკლია ანაკლიას, რა აკლია ანაკლიას სამი დავარქვათ ახლა, რა აკლია ანაკლიას და ანაკლია ამერიკელები. ეს არის სიმართლე. და რა აკლია ანაკლიას და აკლია ჩინელების თბილად გაცილება და ამერიკელებისთვის და ქართველებისთვის, არა, ამერიკელებისათვის და იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც ეს 70 მილიონი, კარგი აუდიტი უნდა ჩატარდეს. ეგრაბაგის პასუხია. მაგრამ ვინც 70-75 მილიონი დოლარი ჩადო, ხაზარაძის ხვები და სხვები, ამერიკელებისთვის და მათთვის გადაცემა, დაბრუნება. აკლია ანაკლიას. უბიძინობა აკლია მეთქი ამას თუ ვიტყვი, ამიწყრებიან. ამიწყერით.